საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ბალტიის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ევროკავშირის მხრიდან აქტიური მოქმედებების მნიშვნელობაზე საუბრობს. ლიეტუვის საზოგადოებრივ არხთან ინტერვიუსას ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოქალაქეები დემოკრატიის აღსადგენად მშვიდობიანად იბრძვიან და შედეგის მისაღწევად დასავლეთის ჩართულობაცაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვის საზოგადოებრივი არხი 25 მარტს ესაუბრა. ეს ჩიხია ქვეყანა ამ მდგომარეობაში ვერ დარჩება. გამოსავალი უნდა იყოს. არავის მოუფიქრებია სხვა გამოსავალი ასეთი კრიზისიდან გარდა იმისა, რომ დაუბრუნდეს ძალაუფლების საწყისებს, ერისა და ხალხის ნებას. არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ამ ჩიხიდან გამოსვლას. ქართველი ხალხი არ აპირებს ძალის გამოყენებას. ჩვენ კარგად ვიცით გეოპოლიტიკური ვითარება. რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს მშვიდობიანი გზით, მაგრამ რეპრესიული ზომებიც ასევე შეზღუდულია. ყველა ადამიანს ციხეში ვერ ჩასვამ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი კრიზისიდან. იმედი მაქვს დადგება დრო, როცა ევროპა დაიწყებს მაღალ დონეზე შუამავლობას და ეს აიძულებს მმართველ პარტიას გააკეთოს არჩევანი. რაღაც მომენტში ეს დაძაბულობა მიაღწევს რღვევის წერტილს. მხოლოდ სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება მკაფიო სტრატეგია ჩვენი პარტნიორებისგან ახალი არჩევნებისთვის. უნდა გამოიყენონ ჯოხის და სტაფილოს მეთოდი. თუ ახალი არჩევნები იქნება, დადებითი ნაბიჯებს მიიღებთ. თუ არა სანქციები. პოლიტიკა უნდა იყოს ყოვლის მომცველი და სტრატეგიული. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა იქზე დაწერა, რინკევიჩმა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი თავად ლატვიის პრეზიდენტმაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. სასიამოვნოა რიგის სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებისადმი. ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ზანდა კალნინა ლუკაშევიცას და სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსაც შეხვდა. მანამდე 25 მარტს სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში იმყოფებოდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა და ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა სხდომაზე დასავლეთისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და რეგიონში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით მეხუთე პრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც საქართველოში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს.